არგენტინაში პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს, რამაც ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. შეფერხდა მატარებლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. გაუქმდა ფრენები, შეწყდა მარცვლეულის ტრანსპორტირება. ბანკები დაიხურა. გაფიცვა პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის წინააღმდეგ გაიმართა. გაფიცვის შესახებ არავის გაუფრთხილები ვართ და სანამ ფრენის გადავადების შესახებ შეტყობინება არ მივიღეთ, ვერ გავიგეთ რა ხდებოდა. გადავადება გაუქმებით დასრულდა, საბოლოოდ კი ფრენა კვირას დაიგეგმა. თუმცა ჩვენ დღესვე უნდა დავბრუნდეთ ჩილეში. ეს იყო ერთდღიანი გაფიცვა, რომელიც მილეის პრეზიდენტობის მე-16 თვეს მოეწყო. ამ ეტაპზე ასე ვართ გაჭედილები, აღარ დაგვრჩა ფული საკვებისა და სასტუმროსთვის. აღარაფრის თავი არ გვაქვს, ისე დავიღალეთ. აეროპორტები დაცარიელდა, რადგან წამყვანმა ავიაკომპანიებმა ფრენები გააუქმეს. ბევრი საავადმყოფო მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე მუშაობდა. მთავრობის ინფორმაციით, ამ ერთდღიანმა გაჩერებამ ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 880 მილიონი დოლარი დააზარალა. ბევრს ხელფასით ქირის გადახდაც აღარ შეუძლია. არ ვიცი რას უყურებენ ისინი, ვითომ რომ ჩვენი წარმომადგენლები არიან. თუ საარსებო მინიმუმს ისე საზღვრავენ, რომ ვერც ქირას და ვერც პროდუქტების საბაზისო კალათას ფარავს, ესე იგი აშკარად არ ვადარდებთ. გაფიცვის წინა დღეს პროფკავშირების აქტივისტები შეუერთდნენ პენსიონერთა ყოველკვირეულ აქციას, რომელზეც ისინი პენსიების გაზრდას ითხოვენ. ამჟამად არგენტინაში პენსიების საშუალო ოდენობა დაახლოებით $300 ეკვივალენტია. ბუენოს-აირესის ბევრ უბანში კაფეები და ტანსაცმლის მაღაზიები ჩვეულებრივ მუშაობდნენ. ადამიანებს საკვები აღარ ყოფნით. მთავრობა იმისთვის მოვიდა, რომ პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ამას ყოველდღე ხედავ ქუჩაში. ხალხი საშინელ მდგომარეობაშია, რადგან ეკონომიკური შესაძლებლობა გაუარესდა. ხავიერ მილეიმ გააუქმა როგორც სუბსიდიები, ისე არაერთი სამინისტრო და გაათავისუფლა 42,000-ზე მეტი საჯარო მოხელე. ხარჯების შეკვეცის შედეგები მოსახლეობაზე მყისიერად აისახა. მთავრობის ბიუჯეტს ძირითადად სოციალური პროგრამების შემცირებით ზოგავენ. არგენტინაში მოსახლეობა ითხოვს, მთავრობამ გაზარდოს ბიუჯეტი ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, დააბრუნოს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურებში და განაახლოს მოლაპარაკებები ხელფასების მომატებაზე.